გამარჯობა ხინკალი. ეს უშნო ხინკალი ლუადას, ალუად. ბატონო. გაიხარე. ქუთაისში ხინკალი რო გინდება, სადადი ხარ? ამბერ მომითხრა. ახალი არის, მე მგონი. კი? კი, გემრიელი იყო. გამიხარდებოდა თუ დააგემოვნებდი ობარეშის ხინკალს. მარტო. ადავედით? არა ქუთაისურ საქმეს. ქუთაისი დღესდღეობით საქართველოში არის ყველაზე ქართული ქალაქი რა. ზვანილი. სადაშორის ხორცი. მაცადე ბიჭო, რა გინდა? ჰა. დაიდო ხელის გაა. და რო ფაში ხალაში და არ გადმოგექცეს რა. იმათ. ამდენი ხორცი მიდის შეგნეზე? ფაში არ ჩაიძლება რა თავარი. არ მოაწია იქეთ. გამარჯოს, კაი ხალხს, რა შვებით, რა ვახართ. ხო ყოფილა იმნაირ შემთხვევაში, რომ ზიხართ და ფიქრობთ ქუთაისში სად შეიძლება კაი ხინკლის ჭამა, ხო და მეც დავფიქრდი ახლა მაგაზე. გამოვედი ახლა და გადავწყვიტე სახინკლები ჩამევიარო და დავაგემოვნო ხინკლები, ხო და გარადოკის ხინკალი რო იყოს, ახლა უეჯველი მან წავიდოდი პირველი. ვინც არის ქუთაისელი, ყველა მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. სხვაგან რო ღირდა 50 თეთრი, მან 60 თეთრი ღირდა, მაგრამ იყო ძალიან დიდი ხინკლები. ახლა სამწუხაროდ გარადოკის ხინკალი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ელდეპო. და პირველი სახინკლე სადაც წავალ, იქნება ელდეპო. და სანამ ელდეპოში წავალ, მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მე კიდე დავივლი ასე ქუთაისში რაღაც დაწესებულებებს და გაჩვენებ თქვენს. მე ვედით ელდეპოში. ელდეპო არის ვინც ქუთაისელი არ ხართ? აი, აქეთ არის თეთრი ხიდი, აი, იქეთ არის რუსთაველის ხიდი და შეიძლება? იყურებ? კი, ასე. მადლობა. ისე ძალიან ტურისტული ადგილი არის. ტურისტებთან მაგ შეხება, ხო და ვისაც უთხარი რომ ელდეპო, ყველამ კი ვიციო, მაგრამ ალბათ რო სერჩავენ Google-ში, ამას უგდებს. ამოხა, შევიდეთ შეგნით და ხინკალი რაღაცი გიგევიგოთ და თან დავაგემოვნებთ კიდევაც. წევით. პრინციპში მენიუ არ მჭირდება, მაგრამ მაინც ხინკალი რაღაცე გევნახე რა. ხინკალი ლარი და 90? ხინკალი ელდეპო 2 და 10. ხინკალი მინდა 10 ცალი. ელდეპო. აღირს მაგე? 2 და 10. და ლიმონათი რა 1 ცალის მსხლის. რადგანაც ხინკალი ელდეპო ცალკე არის, ანუ განსაკუთრებული არის და ავსინჯოთ აბარანაირია. თან ახლა დროც დევინიშნოთ, რამდენ ხანში მოვა. მაგე ახ დამოკიდებულია იმაზეა, რამდენი ხალხი არის და რაღაც ახ შეიძლება ვიღაცას 5 წუთში მოვიტანონ, ვიღაცას 9 საათი აწევიან, მაგრამ მაინც დროსაც დევინიშნავ, რამდენ ხანში მოვა. რა აქ ახლა სავსე არის ყველაფერი. ეს ერთი ადგილი არის მარტო თავისუფალი, სადაც მე ვზივარ და არაფერაც გითხარით, ძალიან ბევრი ტურისტი არის. ნუ დაახლოებით 15 მაგიდა და რაღაცა 10-ზე ტურისტები ზიან რა. მოვიცადოთ რამდენ ხანში მოვა. მევიდა ჩვენი ხინკალი და საკმაოდ დიდი ხანი დაგვიანდა. დაახლოებით 9 საათი ვიცადეთ ალბათ. საფირმო რას ნიშნავს, ასაგები არის. მე მეგონა რომ რამე განსხვავებული საკმაზებით იქნებოდა, შეიძლება კიდეც არის, მაგრამ ჯერჯერობით განსხვავებას რასაც უყურებ არის, რომ უფრო დიდი არის. აი ახლა მოდი გავსინჯოთ და ვნახოთ რა ვიას. გარედან ეტყობა რომ ხორციც ბევრია შეგნით და ვნახოთ ახლა წვენში რა ხდება. აჰა, წვენი აქ, აი სავსეა. წვენი, კაია. რა არის ახლა ნაფიქრი ამ საფირმო ელდეპოს ხინკალში. ვინც მოდიოდა ამბობდა რომ კაია, მაგრამ პატარაა. ხო და გამოუსწორებიათ მაგი, ფასიგი მოუმატებიათ, მაგრამ ახლა კაია ეგი, მაგრამ დიდია. რავი. ახლა გემრიელი ხინკალია. ახლა ზუსტად გეტყვით ყველაფერს. პირველი ხინკალი მშიერზე ყველა კარგად მიდის. მეორე და მესამეზე უნდა ნახო რანაირია.
ნუ ხორცი ბევრია, წვენი აქვს, არიხევა. ხორციც არის რაფერი იცი? არ მიყვარს რომ ფაფასავით იქცევა. ძალიან დაბლენდერებული როა და ან არ ვიცი რას უშვებიან, მაგრამ არის ზოგი ხინკალი იმნაირი რომ ეს ხორცი იშლება რა და როგორც მაგარი მასა ისე არ მიდის პირში და ეს კარგი არის არ იშლება. რო იყო ელდებოში იყო ქუთაისში ყველაზე კაი ხინკალი და ნუ მაშინ რანაირიც იყო იმნაირი არის ახლაც. მაგრამ გაიხსნა იმნაირი დაწესებულებები და შეიცვალა რაღაცეები და არის ქუთაისში ბევრი ადგილი სადაც კეთდება კაი ხინკალი რა. დიდი ხინკალიც გამისწორდა რა. ძალიან კაი არის. როს ზომა არის დიდი. აი. გუშინ რო არ ყოფილიყავ იმ სახინკლეში, ვიტყოდი რომ 10-დან 10 თქვა რა. მოდი ახლა ცუდად მოვიქცევი და მაგ სახინკლეს ჩავსვამ ვიდეოს ბოლოში, რომელიც სახინკლეზე მაქვს საუბარი. მაგრამ არ ვიცი და ხა შეიძლება გზაში გამოჩნდეს იმნაირი სახინკლეებიც, რომ აჯობოს იმასაც. კარგი, ამ ხინკალზე რას ვიტყვით ახლა? მაგრამ კაი ხინკალია რა. შავმა პიმპილმა უფრო კაი გემომიცა ისე. სმრის თქმა დამავიწყდა, არ მეთქვია. სმრით კიდე უფრო კაი გახდება, რაფერაც ვატყობ რა. ძალიან ბევრი ხორცია. შენ რა ამბავი ხორცი აქვს და ნახევარი ნაჭამი მაქვს. გემრიელია, მაგრამ 10 ქულას ვერ დავწერ. ხინკალი არის იმნაირი რაღაცა, რომ ხინკალი უნდა იყოს იდეალური, რომ 10 ქულა დავწერო. ეს ხინკალი კაია, 9 ქულა ეკუთვნის. 10 ქულაზე უნდა აფეთქდეს პირში ალბათ გემოები, მაგრამ საფირმო ხინკალი არის ძალიან გემრიელი. წვენი თავის ადგილზეა, ხორცი ბევრია და გემრიელია, თან არც იშლება. ნუ, კაია რა. გავარია ლუა დაბა, მითხარი? ხორცი საკმაოდ ბევრია, წვენიც კარგია. მეც უწევ რეკომენდაციას ამ ხინკალს, როგორც მე რომ შეაფასა 9 ქულაზე, მეც 9 ქულაზე ვაფასებ. აი ახლა გადავიხადოთ და წევედით შემდეგ სახინკლეში. კაი ხარ. გამოვედით ელდებოდან, ბევრი არ ვჭამე, იმიტომ რომ სხვა სახინკლის გადაღებაც მინდა და მაგის გამო არ ვჭამე. თუ არა, ძალიან მაგარი ხინკალი იყო. არ ვიცი ახ ჩვეულებრივი ხინკალი რანაირი არის, მაგრამ ეს თვითონ საფირმო რაცა ძალიან გემრიელი იყო. 9 ქულაზე რის გამო შევაფასეთ, გითხარით, რომ საქართველო არის ხინკლის სამშობლო და რა ვიცი ხინკალი შეიძლება ბოუშ დაარქვას ადამიანმა ხინკალი რა. იმნაირი რაღაცა არის და 10 ქულაზე რო შეაფასო, უნდა იყოს გრანდიოზული. ლუადამ გადაწყვიტა რომ აი მაგარი კადრი იქნებაო აქედანო და რა ჩანვარ ვაფშე. აქან გადავიხადეთ 21 ლარი. აი ახლა წევით სხვა სახინკლეში რა. შემდეგი სახინკლი არის ადგილი, სადაც მე და ჩემი ძმაგაცები ხშირად დავდიოდით ბავშვობაში. მე ვედით ახლა პალმების ქუჩაზე, იგივე აღმაშენებელზე, დრო იყო, მახსოვს ამბობდნენ რომ პალმებშიო, აი, აგერ არის პალმები, სახინკლე პალმები, არისო საუკეთესო ხინკალიო. ხო და, ნუ საუკეთესო ხინკალი რამდენად იყო არ ვიცი, მაგრამ კაი ხინკალი ქონდათ და ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა რაკანა, დაახლოებით ალბათ 10 წელი მინიმუმ იქნება რომ არ ვარ რაკანა ნამყოფი და წევით ახლა შევიდეთ და გავსინჯოთ რა შობა აქაური ხინკალი. ისევეც ისე კაი არის რაფერაც მაშინ იყო თუ შეიცვალა რამე. მე ვედით დავჯექით ასე ჩვენთვის წნარად შვიდად. რა გამახსენდა იცი? 10 წელი არ ყოფილა რაკანა თქო რო გითხარი. მაშინაც ბოლოს რო ვიყავი ამ ადგილზე ვიჯექი მაშინა. თანახანა ვიჯექით მე და ჩემი ძმაგაცები. მოკითხვა აქედან.
ოდა ძალიან კარგად მახსოვს რა, სულას დავდიოდი 9-9 და კაი იყო ბავშვობა რა ის მერე შეიცვალა რაღაცა. ნუ კაი ამას თავი გავანებოთ და სანამ ხინკალი მოვა, თუ ხართ პალმებში ნამყოფი ამ ადგილზე დამეწერეთ და რა მოგწონდათ და ხინკალი თუ იყო კაი. მადლობა ხა ყველას და კიდე თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. გამარჯობა ხინკალი. ეს 5 ცალი, იმიტომ რავი ამის ჭამის თავი არ გვაქვს, კიდე ვაპირებთ გადაღებას. ნორმალური ზომა არის, რავი. ის ნამეტანი დიდი იყო, მართლა სპეცაგაზი თუ იქნება ხინკალი, თუ არა მაგხელა არ უნდა იყოს ხინკალი. ეს უშნო ხინკალი ლუადას, ჰალოად. ბადო. კაი ხერი. გავსინჯოთ ახთებაა კანა. სომს რომ უკმინე, რაღაც განსხვავებული გემო მეცა პირდაპირ და მოდი ერთი ავარახი. რისტი გემოა? განერეცი, წვენსაც ხვანაირი გემოა, ხორციც უფრო რბილი არის ვიდრე იქ იღეჭება რა. მაგრამ ისე მაგარიც არა, რანაირიც იქ იყო ელდეპოში. სხვათა შორის მე მეწონა ამის გემო რა. განსხვავებული გემო აქვს და ნუ არ გაღიზიანებს იმნაირი გემო აქვს ჩემთვის რა. ნახოთ აბა შემდეგი რა ფერწავა. ვისთი გემო აქვს, ვერ ხვდები. მაგრამ გემრიელია. ნუ, კაი ხინგალია რა. მე მომეწონა. მოდი კიდე აბა. დავამუღამე. კაი გემოა. აუ ის გემოც მომეწონა უკვე რა. არ მახსოვს ახლა 10 წლის უკან რანაირი გემოქოდა ამ ხინკალს, მაგრამ კაი ხინკალი არის რა. შეფასება რანაირი არის ახლა 10-დან 8-ს. იმიტომ უწერ რომ რავი, ელდეპოს ხინკალი ოდნავ უფრო მომეწონა. თუ არა, რავი, თითქმის ერთნაირი არის ჩემი აზრით, რავი, გემრიელი არის რა. და აშკარად მწვანილები უფრო მეტი აქვს რა. რომ მწვანილების გემო ვისაც გიყვართ, შეიძლება ელდეპოს ხინკალზე უფრო მეტადაც მოგეწონოთ აქანა. ვინ გასინჯა? შენი შეფასება რა იქნება ახლა მითხარი? ჩემი აზრით ამას მარინიც ოდნავ მეტი ქონდა, ვიდრე ელდეპოში. მაგრამ არ ვიტყვი რომ ცუდი იყო, მაგის გამო იქით კარგი არის რა, მარინი მომეწონა მე. მაგრამ ხორცი ისე ისჯობა მაინც. მაგრამ გემოებით უფრო ამას მოყვება. მე რა გემოები, სხვა გემოები ხორცის გარდა უფრო აქ იყო და კიდევ ხორცსაც ყოდა ის სხვა გემო მაინც აქ რა. მე ხინკალი უფრო მომეწონა ისე. ნუ რანაირია იცი? ინტენსიური გემოები აქვს და ცოტას თუ შევჭამ, ამ ხინკალს შევჭამდი. და ბევრი ის ჭამა თუ მინდა ხა იმის დიდ ხინკალს ვერ შევჭამდი, მაგრამ პატარები შეიძლება იგი მეჭამა ბევრი რა. პერსონალი ძალიან კაი ხალხი არის, ველაპარაკე და 11 წელი არისო, რაც არისო ეს ადგილიო, ასე მითხრენ ხო და ნუ მე დავდიოდი მაშინ, როცა ახალი გახსნილი იყო, ასე გამოდის. რანაირი ადგილია, იცი, მე რანაირი ადგილებსაც ვიღებ, ხო, იცი, ქუთაისური ადგილები, ზუსტად იმნაირი ადგილი არის რა. კაი ახლა წევიდეთ, ხო და ახლა რას ვამბობდი? ქუთაისური ადგილია თქვა, რო ვთქვი, არ შემსთავარ. რის გამო? ნუ დაგვპატიჟეს, მადლობა აქედან, მაგრამ ხინკლის ფასი ხო გვაინტერესებდა, ხო და ხინკალი ღირს ლარნახევარი. კარგი, ახლა წავიდეთ და გადავიღოთ შემდეგი ადგილი. შემდეგი დღე მე ვიდა, ვეღარ შევძელი ხინკლის ჭამა, ვეღარ შევძელი რა კი შევჭამდი, მაგრამ უკვე აღარ მინდოდა და ობიექტური ვეღარ ვიქნებოდი. მოდი ახლა ჩემ მეგობრებს, ჩემ კაი ხალხს ვკითხოთ, ვის სად მოწონს ხინკალი ქუთაისში. აი, ვინ მოგიყვანეთ? გამარჯობა. როგორ ახარ? ბრავს დაესწარი. აი ხარეთ, თქვენს ბრავას დაესწარეთ. ანა არის ვინ, იცი? ანა მაჩუკა სურათი. აი ნახეთ, აი ეს სურათი მაჩუკა ანა. ჩემი ფასეთ.
ახლა რა მაინტერესებს იცი? ქუთაისში სად გაგესწორდება ყველაზე მეტად ხინკლის ჭამა? ხინკალი მე პირადად მომწონს ძალიან ჰაკერებს შორში. ადრე უფრო უკეთესი იყო, მაგრამ ჯერჯერობით რაც გამისინჯავს მომწონს ჰაკერებს შორში. თუმცა სხვებისგანაც გამიგია რომ მაგნოლია ეკეთ რო არის წითახით. მაგასაც აკეთებ. მადლობა, კარგად ვიყავი. ნახვამდის. ვა, საბა. აშობი რა ვახარ. ჩვენი ძმა და მეგობარი საბა. გეცოდინებათ იქ ვიდეოში არის. ქაბაბი უყვარს. ხო გიყვარს ქაბაბი? ქაბაბი, კი. ხო და ხშენ ხინკალის გეყვარება და სადადი ხარ ხოლმე ხინკალი რომ მოგინდება ქუთაისში? ხინკალი რომ მოგინდება ქუთაისში, მე მოხეურში დავდივარ მაგალითად. ხინკალზეც, ქაბაბზეც, საფირმო ხაჭაპურზეც და ლუდზე აუცილებლად. მოულოდნელი რაღაცა არის, იმიტომ მოხეურში ხინკალი არ გამიგონია მე. კაია? ნამდვილად კარგია, კი. კაი, მადლობა საბა. არაფერს, კარგად. გაგვიწვიმდა და ეგერ გადახურული ვნახე და თან ვინ მოგიყვანეთ შეხედე. ყველა იცნობთ ახლა ჯაგას ვიდეოებში გეყოლებათ ნანახი, ყველაზე კარგი რესპონდენტი არის ჩემი ჯაგა. რაც გინდა დაუსვი კითხვა, ყველაფერზე პასუხი აქვს და ყველაფერს გაგცემს ისე რა, ქუთაისურად და კარგად. ქუთაისის კოლორიტია რა. თუ მოყვარული. აჰა. ხო და ახლა შენს ქუთაისში ხინკალი რო გინდება სამედი ხარ ხინკლის საჭმელად. ფასისგან გამომდინარე და მოსახურებისგან გამომდინარე, ჰაკერებს შორში ან მისინ ვაინშტეფანში გადავდივარ. ადგილია თუ დამხვდება ერთ ადგილას, იქ შევჭამ თუ არა და ეგრევე გადმოჭერი აქეთ და ეგ არის. და ჰოეგარდენიც რო ვჭამეთ. ჰოეგარდენი. 1-2 ვარ ნაყოფ და ეგეც მომეწონა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10 შემთხვევიდან რავი 7 ჯერ ვცდილობ რომ მაინც რაც მაქვს ნაჭამი და რისი გემოც ვიცი ვჭამო რა. მადლობა ჯაგა. აბა შენიცი? 2 მილიონზე რო ახლა კაი საჩუქარი გაგეკეთე. აჰა. სალომე როგორ ახლა? რა მაინტერესებს ცი? ხინკალი რო გინდება ხოლმე, სად მიდიხარ ქუთაისში ხინკლის საჭმელად? ვაინშტეფანში ვაგემოვნებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. სხვა? გამიხარდებოდა თუ დააგემოვნებდი ობარეშის ხინკალს. ეგ რომელი არის? რაღაც ახალი ობიექტი გახსნილა და ამობენ ძალიან კარგი არისო. ბაზარი არა, მეც მაინტერესებს ისე და მან დაუცილებლად მივა. დავიდეთ. კაი, მოდი ახლა სხვა ვკითხო. ბარო თათია. ბოლოს საჭამე ხინკალი. ბჟოლებში. სად ბჟოლები? ბჟოლები ქვია, თვითონ დაწესებული. ახალი არის, მე მგონი. კი? კი, გემრიელი იყო. გასდავაკვირდი, იცი, ყველა სახინკლე ასე თუ ისე ტაბიძის ქუჩაზე არის, ბჟოლებში და რა ხდება? სხვა სახინკლეები არ არსებობს თუ რა არის? არსებობს, მაგრამ ტერიტორია გიწყობს ხელს. აი ადგილი. კაი. სახელი? ნინო. ნინო არ ყავთ ჩემ ვიდეოებში ნანახი და ამიტომ გავიცნოთ აგერ ერთად. ხინკალი მაინტერესებს, სად დადიხარ სახინკლეში ქუთაისში? ჰაკერში. აუ, ძალიან ბევრი მომიტყვა ჰაკერი. ყველას რჩევას მოусმინე, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ლუდის მუზეუმში, იგივე ვაინშტეფანში. ჩემმა მეგობრებმა მირჩიენ აქ მოსულიყავი ვაინშტეფანში. ნახოთ ახლა რა ენერგემოვნება აქვს სალომეს, თუ არის მართლა კაი ხინკალი აქ ანა. მოვიდა ჩვენი ხინკალი, დაახლოებით 15 წუთი დააგვიანდა. ასე არ ვიცი, კაი, ბოლოში გავიგებ ფასს და გეტყვით. დანაჩანგალი ხინკლისთვის არ გჭირდება და მოდი ახლა დავაგემოვნოთ რანაირი არის, თან არც გაცივდეს ახლა. ო, სომი, მე რაფერაც მეყვარს, სიმნაირი არის. არც სქელი არის, არც თხელი. თავარი არის ახლა ამის გემო. და ვნახოთ რა ხდება შიგნით. აი, ო წვენის ნაკლებობა ნამდვილად არა აქვს ამ ხინკალს. კაი გემოაქვს სხვათა შორის. რაინსადი აბა ზიანად ვნახოთ რა ხდება შეგნეთ. პირველ კვენაზე რავი ხინკალი რანაირიც უნდა იყოს, იმნაირი არის. ხორცის გემო იგრძნობა, ცოტა მწვანილების გემოც იგრძნობა, წვენი ნორმალურად აქვს. მთელი დღეა ნაჭამი არ მაქვს და ახლა ამას ვუჭამ, ძალიან მომეწონა და მეორე და მესამე ვნახოთ რა ფერ წავა.
კაი გემოა, კაი. მალადეც რა, კაი ხინკალი არის, მომეწონა, არაფერი არ დაეწონება. ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი არის ქუთაისში. სანამ გაცილდება მანამდე ვჭამოთ, მომეწონა მშვენიერი ხინკალი არის. წვენთან ერთად არის ძალიან მაგარი. ხორციც არა იმნაირი რომ რანაირს არ მიყვარს, ფაფასავით რო არის შეგნეთ და წვენი ხორც ყველაფერი ერთმანეთში რო ირევა, იღეჭება ზომის ფარგლებში და ძალიან გემრიელი არის. გადიქე რა არის იცი? მე ჩემი ოპერატორები ნამეტანი იმას გაბლატავდნენ რა. მარტო იქანა იქ კამერა ვუმენი ჩემი ქათმის ფთები უნდა და აქანა ლოა და არე და ხინკალი და ეგე რაია რა ხდება რა იშოვე. всё მომიგვარდა. მართალი არ გეგონოთ ხალხო შავ პიპელი სხვა გემოს აძლევს ნახოთ აბა ასე რანაირი იქნება. ძალიან გემრიელია. ერთი სიტყვით რა ხდება ხა ვაინშტეფანის ხინკალზე. მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ხინკალი არის, მაგრამ რა ხდება ხა? გადავედით არა ქუთაისურ საქმეს. ვფიქრობ, საერთოდ მინდა თუ არა შეფასებები. ნუ ეს ვიდეო კაი, გასაგებია, მაგრამ თქვენ რაფერ ფიქრობთ? შემდეგში შეფასებები მინდა, ვიდეოში თუ არ მინდა. რატო იცი? მე შეიძლება რაღაცა არ მომწონდეს და თქვენ მოგწონდეთ. ვიდეოში რაც გეხდება, ეს ყველაფერი არის ყველაფერი ჩემი გემოვნებით და ქულებით ჩემი გემოვნებითაა დაწერილი. ნუ გასაგები არის, რასაც ვამბობ, ანუ გადავიდეთ შეფასებაზე ახლა. ამ ხინკალს დავუწერდი 10-დან 9 ქულას. და ელდეპოს ხინკალიდან არ მინდა განვასხვავ. ელდეპოს ხინკალში 2 და 10 გადავიხადე და იყო თითქმის ამხელა. ჩვეულებრივ ლარი და 80 თუ ლარი და 90 ღირდა. იგი იყო ამაზე პატარა რა. ნუ ზონა, ხარისხი, გემოთი, ყველაფრით არის 9 ქულა. კაი ხა 4 წელი ხინკალი საკმარისი არის რომ გავიგოთ რა ხდება დაწესებულებაში. ჩემი აზრი იცით, თქვენ დამიწერეთ თუ ხართ აქ ნამყოფი და თუ მოგწონთ ეს ხინკალი. იქნება მე ვაფერისტობ. თუ მაგას შვები კომენტარებში დამიწერეთ და გავარკვიოთ რაში არის საქმე. მადლობა ყველას, ვინც გამოიწერეთ ჩემი ხი, ვინც დამილაიქეთ ეს ვიდეო და საერთოდ რომ მიყურებთ ყველას დიდი მადლობა. წევით. გამევედით. ტელეფონის ჯიხური არის. ძველი ტელეფონით შეგნით. ამას რო დაატრიალებდი, როდის აკრიფავდი რა მესმის. თანამშრომლებზე მინდა კიდე 1-2 სიტყვა თქვა. ძალიან კაი თანამშრომლები ყავს. თუ მიყურებთ, მოკითხვა აქედან. სხვათა შორის აქ აქვთ ძალიან კაი ლუდი. თან ლუდის მუზეუმიც ქვია ამას. ლუდი რო ცუდი იქონდეთ, არ შეიძლება. აუ არა და რაფერ მიყვარს ლუდი და ვერ ვსვამ რა. კაი, წევით შემდეგ სახინკაში. ჩემი თეთრი ხიდი, ბიჭო. რაფერ მიყვარს? სათხალო? მიღებ. ეს ახალი დადგმული არის თქვა ასე ვფიქრობ, მაგრამ არ ამონია. არა, ასე თუ ისე ახალი დადგმული კი არის, მაგრამ როდის დადგენ არ ვიცი. პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. არა, გეუნებით მიყვარს ქუთაისი. რანაირი ქალაქია ქუთაისი, იცი? ასე გონია რომ სული აქვს რა. ცოცხალი არის. ცოცხალია ქუთაისი. სანამ კრონბახერში მივალთ, მანამდე რას გეუნებოდით ქუთაისზე, იცი? მე ასე ვფიქრობ, რომ ქუთაისი დღესდღეობით საქართველოში არის ყველაზე ქართული ქალაქი რა. იმას გულისხმობ, რომ ეს ტრადიციები, რაღაცეები არის შემორჩენილი ჯერ კიდევ. ნუ ერთი სიტყვით ძალიან მიყვარს ქუთაისი და თქვენ თუ ფიქრობთ სხვანაირად, რომ ქუთაისი ყველაზე ქართული ქალაქი არა, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში და ერთად გავარკვიოთ რატო არის მასე ან რატო არ არის. გავიც, ჩემი აზრი ასეთი არის. წევით ახლა. მე ვედით კრონბახერში. კრონბახერი არის წმინდა ნინოს ქუჩაზე. აქ არის მესამე სკოლის მოპირდაპირე მხარეს ცოტა აქეთ რა. ამას წინათ ვიყავი და ძალიან მომეწონა. ეს არის ჩემი არჩევანით მოსული და შევიდეთ აქ შეგიდეთ.
მევედით კრონბახერში და ადგილიდან გამომდინარე ტურისტული ადგილი არის რა. ბევრი ტურისტები არიან შიგნით. აუ ლუდი მინდა რა. აქ რო ვიყავი, ლუდი გავსინჯე და რაღაც განსხვავებული ლუდი იყო. ნაძვის წიწვის გემოქონდა და ძალიან მომეწონა ესე. ფეხბურთის ყურება შეიძლება ისე აქანა, როცა თავარი მატჩები იქნება და კაი მატჩები, სავარაუდოდ მუსიკის ხმა არ იქნება და ფეხბურთის ხმა უფრო იქნება. აწეული მე ასე ვფიქრობ. ხო, რა გავიგე. ეს ხინკალი კი ღირს ლარნახევარი. მაგრამ რაშია საქმე ახშეხეთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12-დან 4 საათამდე თუ მოხვალთ აქ 20%-იანი ფასტაკლება არის ყველა საჭმელზე რა. და ეს ხინკალი გამოდის ლარი 20. რას დავაკვირდით, ცომი არის უფრო თხელი. ფორმა ზომა, კაია. რა ქნა? რა ის გოლი, ვინ შენ მე მიიღებ თუ გოლებს უყურებ? ავსინჯოთ აბახა. აი ნახეთ. წვენი ბევრია შეგნით, ხორციც ბევრი არის. რა კაია. მე რომ მომეწონა ახლა ხინკალი, იმიტომ მევედი. აი სვანილი შორის ხორცი უფრო ცოცხლად არის, კი. ხორცი ხო გამოიყურება ძალიან კარგად და მადის აღმძვრელად. რაც განსხვავებული გემო აქვს, მაგრამ ძალიან კაი გემო, კრისი გემო აქვს, ვერ ხვდები. ნახე. ძალიან ცოცხალი გემო აქვს რა. ნუ წვანილის გემო შორიდან მოდის, უფრო რაღაც ფრეშ გემოზე მოდის და რავი, ძალიან მომწონს მე და არ მინდოდა ხინკლის ვიდეოში რომ 10-დან 10 დამეწერა, მაგრამ ჯერ არც ვწერ, იმიტომ გავაგზელებ და რამე ხო არ შეიცვლება გზაში ვნახოთ რა. აუ კაიას. აუ რა კაი ხინკალია. რანაირი ხინკალია იცი, რო არ დაგამძიმებს, იმნაირი ხინკალია რა. მაინც მიწევს მე მგონი 10-იანის დაწერა. კი. 1-2 ადამიანი მახდა აქანა რო ვიყავი და იმგენმაც შეაქენ. და თქვენ რო შესაძლოა საუკეთესო ხინკალი ყოფილიყო ქუთაისში, რაც კი ქონდათ გასენჯოლი და ნიათ. უნდა ვჭამო რა. მაგარი ხინკალია. მოდი აქაც ერთი შავი პიმპილით გავსინჯოთ, რას შეცვლის. ოდნავ სიცხარე მიცა და ძალიან გემრიელი გემო მიცა რა. კაია. აქაც თანამშრომლები ვიდეოს გადაღებას შეხვდნენ ადეკვატურად რა. იმას გეუბნებით, რომ ბოლოში მოდის ხორცის სიახლის გემო რა. ფრეში გემო აქ რა, ერთი სიტყვით არ შემიძლია ხა მედეს ლაპარაკი ამას რო უყურებ. აქან რო გავაგზავნოთ ფინგლების ჭამა რა. შერაფე მოწონს, ლუად. თქვენს თუ ენდობით ჩემ გემოებს გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. 4 საათამდე თუ არის, მაშინ ლარიოჩი გამოგვივა ხინკალი ნაყიდი და თუ არა ლარნახევარში. ლარნახევარიც არა აბეური, მაგრამ ლარიოც ხინკლესთვის დღესდღეობით არის ძალიან მაგარი ფასი. კაი, წავით ახლა შემდეგ სახინკლეში და გარეთ მოგიყვებით სად წავალ. გამოვედით კრონბახერიდან და პირადად ჩემი აზრით ეს ხინკალი არის 10-დან 10. ფიქრობდი აქ კიდე საწავსულიყავი ლუადას ნათქვამ ადგილზე წავალ ახლა.
არ უყვარს ახლა ლუადა სამნაირი რაღაცეები ქალაქის და იქეთ რაღაცნაირი სიტუაცია, რაღაც შინაურული პონტი ურჩევნია და ბეწა გიყვანო და წევიდეთ აბა ნახოთ საწაგვიყვანს ლუადა. და ლუადა მოგიყვანა ზაოჩი ბუკიას 7 ნომერში. ხინკლის სახლი ოჯახურში. მე ვეით აგერ ზაოჩი ხინკლის სახლიო, პირდაპირ აწერია ოჯახური. ზაოჩი სახინკლე თუ იყო არ ვიცოდი. საიდან მიაგენი ახაურობას, ვეიო? ხო. ნუ საიდუმლო ტოვებს, საიდან მიაგნო, მაგრამ ცუდი რო ყოფილიყო, ალბათ არ დამიძახებდა. წევეთ. მოდი ახლა კანონით ჯერ ვნახოთ რა ღირს ხინკალი. და ნახევარი ღირს ხინკალი. ნუ სტანდარტული ფასი არის, თითქმის ყველგან არ ნახევარი ღირს რა. ყველგან ვცდილობ, რომ რამე საფირმო გავხსინჯო და მისი რაცა რა და მაინტერესებს თქვენთან აქ რამე ხინკალში სხვანაირი. ჩვენი ხინკალი არის განსხვავებული გემოებით არის. შემიძლია შემოგთავაზოთ და დააგემოვოთ. კლასიკური რომელსაც აწერია ისა ხო? ეს არის განსხვავებული გემოები. რა არის განსხვავებული? შიგთავსი არის განსხვავებული. საინტერესოა, მეც დამაინტერესა ისე და მოვცადოთ ახლა და ვნახოთ რანაირი იქნება. მოდი ახლა გავსინჯოთ რანაირი იქნება. ცოტა თხელია. წვენი ვნახოთ ახლა შიგნით რანაირი არის. ახლა სუნია განსხვავებული და ვიზუალის განსხვავებული აქვს რაფერად შეხედეთ. უფრო მეტი მწვანილები ჩანს. წვენი აქ იმდენი რამდენიც უნდა კონდეს რა. მწვანილის გემო იგრძნობა, ოდნავ ცხარია და ხორცის გემოც იგრძნობა რა. მართლა განსხვავებული ხინკალი არის. მოდი კიდევ ვნახოთ აბა. რანაირი ფერების თამაშია შეგნით ჯახეთ. რას მინდა ესე ხაზი გაუსვა იცი? თავისი მოფიქრებული საგმაზები არის რაფერად შევატყვე და ეს ხინკალი თუ მოგეწონა, მართლა შეჯდები ამ ხინკალზე და სულ მოგინდება რომ ამნაირი ხინკალი ჭამო და თუ არ მოგეწონება და არ მოგეწონება და ეგა არა კიდე მაინტერესებს ორიგინალური გემო აქვს რა. შენ არ გაჩინე ხელებს ვაჩენ მან. რას ფიქრობ აბა? განსხვავებული გემო აშკარად აქვს. იგრძნობა მწვანილები, სიმწარე იგრძნობა. მე ესეთი ხინკლები ძალიან მომწონს. სიცხარე ჩემთვის მიცა თავისი გემო. მწვანილებსაც თავისი გემო აქვს. ანუ განსხვავებული გემო აშკარად იგრძნობა და მე მომეწონა რა. ნამდვილად გეთანხმებინ. რა ხდება, ნუ? იქანა ხელს არ გიდებ და არაცეს და აქანა ჭამა და ჭამა. ნუ მართლა არასტანდარტული გემოა. თუ დაამოღამებთ, იქნება ასეთი. სულ არ გემო თან რა. გემო სულ გძნობა. ესეთი. მე კიდე ამდენ სახინკლებში დამყოფი ობიექტური ვეღარ ვიქნები და მოდი ამას დავტოვებ შეფასების გარეშე. არ ვიცი, კიდე გითხარით რომ შეფასებებზე ვფიქრობ, დავტოვო არ დავტოვო თქვა რა. ხოდა ვნახოთ აბა. მაცადე ბიჭო, რა გინდა? ჰა. ლუადა რო ჭამს, ისე უნდა. არ გეგონოთ რომ შეერი მყავს დადოვებული. კაი ახლა წევით გარეთ. გამივედი. არაყი, ლუდი, ყველაფერი შემოგთავაზეს. მინდოდა შემეფასებია ხინკალი, მაგრამ არ შევაფასებ, იმიტომ ქუთაისურ ადგილებში ჩავწერ ამ ადგილს. დავხპატეჟეს და მადლობა აქედა. კაი ახლა წევით შემდეგ ადგილზე და შემდეგი ადგილი იქნება რა? რაფერაც მითხრა სალომემ, უბარეშის ხინკალი დააგემოვნეო და ახლა ამ ვიდეოს რო ვიღებ, კომენტარებშიც დამიწერენ წინა ვიდეოზე რომ ხინკალიო, ქუთაისშიო, უბარეშის ხინკალიო, თბილისამდე ჩამოვიდაო, მაგისო
ისტორიაო და ვიდეო და გადაიღეო. გვაინტერესებს რანაირი გემო აქვს. ხო და მანამდე არ მქონდა მაგ ვიდეოს ნანახი და უყურე და მომეწონა. ძალიან კაი ისტორიაა რა. ქუთაისელ კაცს რო დაუდგები გვერდში, მაგია ყველაზე კაი და წევიდეთ ახლა და ობარეშის ხინკალი და ვაგემოვნოთ და თან ისტორიებიც გითხოთ, ობარეში რატო ქვია, რაღაცას უნდა ნიშნავდეს. წავით. ობარეშის ხინკალი არის ბუხაიძის 11 ნომერში. აბაშიძის მხრიდან თუ მოდიხართ, დეილებს და რაც ხეებს რო გაცდებით, იქან არის შენი მარჯვნივ. გათენდა შემდეგი დღე და მე ვედით ობარეშის ხინკალი. გატანითაა მარტო აქვე. სავარაუდოდ ვერ დავაგემოვნებთ, მაგრამ მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება შეგნით. თუ შევძლებთ გადავიღოთ რა ფერაკეთებენ. გუშინ იმდენი ხინკლის ჭამის მერე აქანა არ მინდოდა მოსვლა. ყველა აქებს აფერაც ვნახე ამ ხინკალს და მართლა მაინტერესებს რანაირი გემო აქვს და ვეითახ შეგნით. მივედით, ბევრმა დამიწერეთ რომ მიდიოდა, თბილისიდანაც დამიწერენ ისე კომენტარებში რომ ქუთაისშიო მაგარი ხინკალი ყოფილაო, ჩამევიდაო ჩვენთანაცო. მაგისო ამბავიო. ხო და მოვედით და ამ კაცს არ ვიცნობ სახელი? შოთა. ყველა მიყვარს ვიცით, ვინც ქუთაისელი არის და ქუთაისელი ხალხი ქუთაისი მიყვარს და ყველაფერი მიყვარს და მით უმეტეს ახლა ამნაირი ადგილი რომ ნახე და ამნაირი კაცი რო აკეთებს, ამას ძალიან სასიხარულო არის და გამიხარდა. როგორ თქვენ სტუმრობთ? გაიხარე. სივიწყროები გქონია ფოტოში. არა, მაგას აქ მუღამი, თან ეს ყველაფერი შენი ხელით გააკეთე რაფერაც ვიდეო მაქვს ნანახი და მომეწონა მაგ ყველაფერი და მაგიტომ ახმოვენე. ჩემ მეუღლეს და ჩემ მამიდაშვილს რომელიც გვერდში მიდიან და ალ ყველანაირად ხმარობდნენ. ისტორია ეს ობარეში რატო ქვიან ჩვენ წინაპრების საგვარეულო სახელი არის. უხალაშვილებს ბეძახიან ობარეშებს. საიდან ხარ? სოფელი კიჩხა. აი უკაცის კანიონი და ისინი. კი. ისე მეც სოფელი მაქვს მადხოთში. მეზობლები. კი, მასე გამოდის. რამე განსხვავებული რეცეპტით აკეთებ ხინკალს თუ როგორ ვაკეთებ ვიცი? აი მთელი გულით და ჯიგრულად. ესე რომ ვთქვა, წელია ამ საქმეზე ვარ. ბავშვობიდან მაგ საქმეზე ვარ და რაღაცაა ხორცი მოგავს. ახალი ხორცით აკეთებ. ჯერ კიდე აქ ბევრი რაღაცა არ არის ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ აი მაქსიმალურად რა თქმა უნდა ჩვენ ფინანსები საზღვარგარეთ ვიყავით ჩამოვედით და ნუ იჭოჭმანეთ გავაკეთოთ არ გავაკეთოთ დიდი წვლილი მიუძღვის ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეს. გვერდში რო გიდგას მეუღლე, ყველაზე მთავარი მაგი არის და კაი. ერთ სიტყვით გადავწყვიტ რომ გავუკეთებია. ართები ავარ ნახეთ, ეხლა ზოგი ძალიან ძვირი და მოდი ეს ბადვალი ახალშია და ავარჯიეთ ეს ბადვალი. შემოვედით, ძალიან ისე რა არეულობა. მარანი იყო ჩვეულებრივი და მაქსიმალურად ცოტა უნდა მოგროვებული ხა მაქსიმალურად რა ვიცი ეს მეტლახის გაკრას ყველაფერს საერთოდ ჩვენ ინვენტარი რაც არის ჩვენ შევიძინოთ. პატარა იმიგრაციის თანხები და ბიროკრატიაში თორე ჩვენ წერებას ედავთ. აი ესე რომ ბრუნდებით აქ გააკეთო ისე კაი არის და აქ მაიხავ და იქეთ წასვლა. ჩვეულებრივად იქ მუშაობდით არა ადამიანურ პირობებში ვიწევდა მუშაობა და მაშინ გადავწყვიტე მართლა გითხრა რომ მე ახ წავალ აქედან არასოდეს აღარ ჩავალ საზღვარგარეთ ხო და მინდა რომ იქ გავაკეთო რაღაც. მაგრამ ესე შედეგას ნამდვილად არ ველოდებოდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვხადო ხალხს ესე გვერდში დგომისთვის. აი ახლა მართლა დავინახე აი ადამიანების გვერდში დგომა იმდენი თბილი ესეთი SMS-ები მომდის რა თქმა უნდა ნეგატიურებიც არის და დიდად მაგი მოყვება მაგას. აი ვიცი 90% არის ესეთი SMS-ი რომ გულთან რომ მიდის და თბილი და ყველა გვერდში რო გიდგას და კი, მაგრამ იმდენად გვერდში გვიდგა რომ ხინკალს უბრალოდ უკვეთავენ რომ აი მოდი და შავეხმაროთ და გაყიდეთ. ახალი ფარში გაიხსნა ხა ყველაფერი ზადმავს. რაცა პროცესსაც გადავიღებთ და გაჩვენებთ ისე. აი ეს მიტანის სერვისი თქვენი გაქვთ ხო? მიტანის კი ჩვენი ბიჭები არიან აქ უბანში ცხოვრობენ. ცხოვრობს და ისინი მოდიან და ასე ვანაცვლით. მაგით შინაურული პონტი არის მაგით ხო? თვითონაც შეუძლია. ანუ გლოვო და ვოლტი და რაღაცებმა არა, გლომ რაღაც ახალი ისინი გვაქვს. რეგულაციებიო და ეს რომ 1000 ახალი პროდუქტი უნდა ქონდეს რომ შემოვიდეთ ესე ვთქვი. აჰა. ხო და ეხა მე მგონი გადახედავენ პოლიტიკას ამის მერე, იმიტომ ძალიან ბევრი მოაქტებათ ეს თუ არ იქნება. ხო და მე არ მომირეკია მაგათანა 100%-თან აღარ დამირეკია მე ეს ჩვენ გვაქვს ქალაქური, მთიულური, ყველეს ხინკალი გვაქვს და როგორც მოხარშული ისე მოუხარშავ ჩვეულებრივ. სოკოს? ხო, მაგი მაინტერესებდა, იმიტომ ჩემი მეუღლე არ ჭამს ხორცს და მაინტერესებს. არის მაგ პერიოდში ვაკეთებ. ნახოთ ახლა პროცესი, რა ფერ კეთდება ეს ხინკალი. გაიხსნა ახალი ფარში და დაიწყო მისი შეზავება. სუნელები, რომლებიც არ ვიცი, რომელი არის. კიდე სუნელი.
იმპილი ხახვი რომელიც მომწონს მე ეს ხახვი ძალიან გემრიელია აი ეს თავი თვითონია თან რავი მალები მიჩეული ხარ დაგეწვა ბევრი მიწედა ვიდეოში რომ აი ეს გადამონება ვიდეოს სადაც უჭრი ფიქს და ამ ძირებს ესე ძირებს რატო ყრი ამას არ ყრი ძირები ასე თალკე იდეა გარეცხილა და შემდეგ ტარდება და შეულებოდ ამ სახით ერევა შემდეგ და თინცაც უეცხავთ მაგიას თუ ვინმე ფიქრობს რომ არ ეცხავს რა ვიცი როგორ შეიძლება თინცი არ გარეცხო და ისე გამოვატავო მას საერთოდ რა თუნდა ოქინძიო წავიდა ზემოდან ქინძი მერე გატარებული ქინძი შემდეგ უნდა წყალი და ყველაფერს აურევთ ერთმანეთში შემდეგი ეტაპი რა არის ახლა ცომს დავამუშავებთ პატარ-პატარა ნაწილებად დავჭრით და გავამზადებთ ჩავდებთ კონტეინერში მერე შემდეგ იმ პატარა ნაწილებსაც გავაფრთხილებთ და წავიდა ხინკლის გაკეთება. ხორცი, ხინკალს შევახვევთ, გადავდებთ. ხორცი, ხინკალს შევახვევთ, გადავდებთ. და всё, უგემრიელესი ხინკალი მზად არის. Ო, კეთება ჩვენი ხინკალი, ცოტა ხანში წავიღებთ და დავაგემოვნებთ რა. ისეც თა შეიძლება ერთი წელი ჩემი ხინკლის რაფერ გამომივა რა. დაიდო ხელის გააჩნდა და რო ფარში ჩავაშიდი და არ გადმოგექცეს რა. იმათ. წე? ამდენი ხორცი მიდის შეგნეზე? შოს. არ გამომივიდას? აი უცე. ერთი ორი და წამოიღე დაიჭე რა. დაფიქსირებული და ნელა. აჰა. თითქმის სასმელად დუმარტე. თეორია კი, მაგრამ პრაქტიკაში რაფერ იქნება, რა ვიცი, ხა აუჩინია. ავდები 1 და 2. დაჭერილი მყავს, მე და აი, კაი აუ. აჰა. რატომ ეხლა? აჰა. ასაგებია. აცხას რაღაცა ვერ აიძრო. დაგაბული. აჰა. აჰა. აუ, რაცა არ გამევიდა, მაგრამ რა უჭერს. ჩემი გაკეთებული არის და აჰა. შეიძლება რომ მოაწყო, კარგად მოვიჭრე თავი კარგად. UFC-ს გემოყურებდით. აჰა. всё. ნუ, პირველ ეტაპზე კარგი. კაია, ხო? დავწერეთ. აი, რა ღირს ეს ხინკალი? რა ნახევარი და ეს. ბავშვ თიულური გვაქვს. აი, მშვენიერი ხინკალი გამოვიდა პირველ ჯერზე, რა ვიცი, ახლა ნორმალური არის. შეხედეთ. მივხვდებით თქვენი რომელია და მოფარშოთ. აჰა. კაში არ ჩაიქნება რა თავარი. არ მოატია იქეთ. ისე გამოიყურება მივხვდებით ახლა ჩემი რომელია და მაგას აქ მუღამია. ვაცდენ ახლა ამ კაცს ჩვენ მეგონი უცებ გავაკეთოთ და უცებ წავიდეთ თან თქვენს გაინტერესებთ რანაირი გემოვთ. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ნაკები ხინკალი არის და ეხა ალტონა მორგევა. უკვე ეიბნა ჩემი ხინკალი, ამ გეში ვეღარც გეიგებ რომელია შეგეგარი. ილიშვიდებს გევით რომ ეს მეკრობლე. დიდი ვარ ბაზარში აფჭიდო ყველა დოქტორო
მოვდივარ შემდეგ ვამზადებ ყველაფერს, რავი რაც წყალს ვადუღებ და ეს ხუფებია თუ რაც არის. და ამის 2 საათამდე მინიმუმ აქავარ. და ცოტა, ალბათ. ზოგჯერ 3 წავს ვარ. რომელამდე მუშაობ? ნუ თებერვალის ნახევრამდე მაქსიმუმ ვარ თქონდა რა. და ორამდე მე მისუფთავება და კი, დალაგება ეხლა. იცით რომ ქვილი არის ისეთი რაღაცა რომ იმდა არ გინდა ისურება ყველაფერი. ავყავთ პერსონალიც და გვეხმარებიან და ცოტა ნელ-ნელა ავყავთ პერსონალი და მარტო ვერ სიზამთ, იმიტომ რომ მოთხოვნა გეიზარდა რაფერაც ვიცი და ამ ხელა მოთხოვნას მარტო ვერ აუხვალ. კომენტარებში და გვირეკავდნენ კიდევ და გაგვიგვიანეთ და რატო არ მოგავთ და არ გვიპასუხეთ და ძალიან უამრავი ზარი შემოდი. მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი არ ჩერდება და ძალიან დიდ ბოდიში მოვხდი ყველას ვისაც დისკომფორტი შეექმნა ამის გულისთვის და თანდათან დავალაგებ და გამოვასწორებ ყველაფერს. ამდენი ხანი უნდა ის მოხარშვა? კიდე 8 წუთი. ეს გასაწყნევი არის ხო? არის კიდე, აი ძალიან ცოტა 1 წუთი დაახლოებით. იმიტომ რომ ვიგავ. რომ გავაკეთო ხო აი ეს. ამას მე კიდე იხარშება ცალკე. აჰა. და არის თუ დაადე, რომელი ადგილზე იქნება ზომაზე? კი. აი მაგას გამოვიდა, ხაჭმელად გამზადებული რომ წაიღო, შეიძლება 1-2 კილომეტრი. 5 კილომეტრი. ჩახარშული იქნება. უნდა მიხდე, ჩახარშული არის თუ არა. ხომ მოხმარდება და აი გამაგდება რა შე. სპორტში შეიკრება და გამაგდება. ჩემი ხინკალი რომელია რომ ნახო ისე. და ეს უნდა იყოს. კი. კი. ჩემი ხინკალი და მეჭირე. და ესთეთიური არა, მაგრამ რა უჭერს და. არის მოთმაშ შეგარდო თვითონ და მადლობა საჭიროა თემსაგად დააგემონი მადლობა აი ხარ მადლობა პირიქით თან გავაცდინე ინკალიც ვაწამე და თან ასე მივდივარ რა ვიცი მადლობა მაო გაიხარე შოთი გვარი ძალიან მაგარი ადამიანი ყველაფერს აკეთებს რაფერაც ქუთაისელ კაცს შეეფერება და ქუთაისელებს რა ელოდებით მესტუმრებს თოვარეშის ინკალი ყველს გაგარგულებაშია დილის 10-დან საღამოს 10-მდე მადლობა ყველას. მადლობა დედეთ მოვაკიდე. მე ვედით სახში მევიტანეთ ჩვენი ხინკალი. მოდი ახლა გავხსნათ ეგ და ვნახოთ რანაირად გამეიყურება. ოჰო. ოპა. ვიზუალურად მარსა კაი ხინკალია. კი. ძმაო, რავი. ხინკალი გამეიყურება იდეალურად, მithumetes იმგზავრა და ძალიან კარგად გამეიყურება და ახლა რომელია ჩემი მოკლედ რა მაგარი ხინკალი გავაკეთე რა. აი ახლა მოდსანამ გაცივდება, აგერ შავი პიმპილი მოყვება, შოთიკომ რანაირი ხინკალი გააკეთა, ჯერ მაგი დავაგემოვნოთ, მერე ჩემ შეხვეულ ხინკალსაც დავაგემოვნებ. ხედ? ჰე. არა ძმო კარგი ხინკალია. სომს რო უკმინე, თავიდანვე კაი გემოწამე იყო და მოდი ახლა შევაცივებ და ვნახოთ რანაირი არის წვენი თავისი ხორცით. აუ. აუ რა კაია. ოდნავ ცხარე, ხორცის გემო იგრძნობა. მენახე. წვანილები, ხახვი, ყველაფერი აუ რა კარგად მიდის იცი? მე რაღაც გარეკლამებული ის მეგონა, მაგრამ არ ველოდებოდი. მალადეც მაო, მართლა გემრიელი არის ხინკალი, ტყილს არ ამბობდნენ თორმე. მოდი ახლა ჩემი შეხვეული ხინკალი ვნახოთ. აი. არ შეიმჩნიოთ ვიზუალი. აი, დავატრიალებ შეხედეთ. მთლად სახარბიელოდ ვერ გამეიყურება, მაგრამ აუჭირს რა. გულია. ვნახოთ აბა მე რამე ხო არ გამიფუჭებია მე აქანა. არ შეჯამო არ გეკუბოს. აუ რაზგა.
შენ შეხვეულ ხინკალს რო ჭამ კიდე სხვანაირი შეგრძნება. ვინც ეს გააკეთა, იხარა მის მახელებმა. კი ვთქვი რომ არ შევაფასებ ამ ხინკალს თქვა, მაგრამ მაინც უნდა შევაფასო, იმიტომ 10-დან 10 არის, მართლა მომეწონა ჩემ გემოვნებაში ჩაჯდა. წვენი კარგად აქვს, სიცხარე კარგად აქვს, ხორცი ახალია და კაი არის, გამკეთებელი კიდე უკეთესი და კაი ხალხი და კაი ადამიანები. რა ვიცი, მადლობა კიდე აქედან. თქვენ კიდე შეგიძლიათ გამეიძახოთ ეხინკალი და ნახავთ რომ რამეს არ ვამატებ. იქ იმნაირი იდილია სუფევს, კაი არის რომ მეუღლე უდგას გვერდში ადამიანს, ერთად ასე კარგად აკეთებენ ყველაფერს და საოჯახო რო არის მართლა ეს ყველაფერი, უფრო ფას მატებს ამ ყველაფერს, რაც აქ არის ახლა ჩემ წინ რა. ახლა მე კიდე ამდენი ლაპარაკი არ მინდა, ეს უნდა ვჭამო. რა კაია ბიჭო 2026-ში არის ფეხბურთის ჩემპიონატი აფერაც ვიცი და პარაჟის ხინკალი და ლუდი და მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაგეგმილი არის წვანილების ხორცის ყველაფრის გემო არის ერთად რავი ანები ახ მაგის გადაღებას თავი ვინ გაძალებს? მოდი აგერ ჭამე. ამას თუ დამორჩეო, მაგარია. მე ეს არ მეცხარება ჯერ. ხო. მაგრამ წვანილების გემო არის, ხორცი, ბილია და აი სასიამოვნოდ იღეჭება მართლა რა. აუ რა კაია ბიჭო. არ ვიცი მაგრამ მე საუბარი არ მინდა რა. აი ჩესნად ვამბობ. ძალიან მიხარია რომ აქ არის მაგ იმიტომ რომ ახლოს არის ჩემთან და ხინკლის სახლში მოტანა რომ მინდოდა მეთქი აქ ქალაქური როა რა მაკედან მოვიტან მეთქი რა პროსტა აქვე ახლოს გადახვეწ გო აქ ეხა ბიჭო იქვე გადავა დაურეკავ ან იქვე დაუწდი ეგ მართლა გამიხარდა ეხა ესეთი ხინკალი რო არის რა რა ხდება ახლა ის 10 ქულით შეოფასე 2 ხინკალი მარტო და რაშია საქმე ის კრომბახერის ხინკალი ამისგან საერთოდ იქეთ არის ეს არის აქეთ რა სხვადასხვა გემოები აქვს. თუ გაინტერესებთ, ახლა იგი იქეთაა და იგი აქეთაა, რას ნიშნავს? მიდით და ჯამით ორივეგან და გეიქებთ, ახლა არ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი. და მაცადე კიდე შენ ხო გამიჭივრე საქმე ამ გადაღებაზე, მომგა. ვიგა, აი ესე. არ მაცდი ხო ცხოვრებას. ზოგადად ახლა პროცესაც რო დევესწარი და მე თვითონაც რომ მივიღე მონაწილეობა ძალიან სხვანაირი დაბეჭდილება დამიტოვა რა უფრო კაი და უფრო შინაურული რა ძალიან კარგად იმოქმედა ამ ყველაფერმა კარგი ახლა ასე თუ ისე გადავიღე სახინკლეები გამოვტოვე კიდე ბევრი სახინკლე მაგრამ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და იქნება გამოხმაურება ბევრი მოწონება იქნება ავდგებ და გადავიღებ მეორე ნაწილს მანამდე დამიწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში შემდეგი ხინკლის ვიდეოში სადავაგემოვნო ხინკალი კარგი ახლა მადლობა რომ იყურებდით გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და მე კიდე ამას გავაგრძელებ კარგად ნახვამდის